ველოდებოდით ის მივიღეთ. ძალიან კაი გუნდს ვეთამაშეთ ჩემი აზრით. საკმაოდ კაი ფეხბურთელები დაკომპლექტებული და ძალიან ორგანიზებული ფეხბურთი დაუპირისპირეს. რა თქმა უნდა, გვინდოდა სურვილი იყო ჩვენ დიდი გამარჯვება მოგვეპოვნა, თუმცა მთელ რიგ შემთხვევაში ჩვენ საკმაოდ უხეში შეცდომებით დაუშვით. მიმაჩნია, რომ შედეგი ლოგიკური იყო, თუმცა ეხლა ფარხმალი ნამდვილად არ დაგვიტრია, ჩვენ შევეცდებით გავანალიზოთ სწორად და ისე გავამგზავროთ, რომ გარკვეული Я думаю, что игра для зрителей, в общем-то, и для тренеров была достаточно содержательной. Конечно, ее не зовут идеальной, много всяких недочетов, но все-таки желание спортсменов бороться за победу в этом матче было велико, и этим она хороша. Пауза швецлияни, ძალიან დიდი იყო. Ამ პაუზამ თავისი დაღი დაასვა დღევანდელ შეხვედრას. როგორც ნახეთ, ფეხბურთელები, რომელიც ეს მოედანზე გამოვიდნენ, აბსოლუტური უმრავლესობა გამოუცდელი იყო, ახალგაზრდა იყო და თამაშის დასაწყისში აღსკარად იგრძნობოდა შიში მეტოქისა. ნელ-ნელა შემდეგ დაიძლია თითქოს ეს შიში და თამაშიც ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, მაგრამ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენს მეტოქეს აშკარად ხონდა ეს ყოველ წელიწად თამაშობს ევროსარბელზე, იჩინა თავი და ერთ-ერთი ეს რა თქმა უნდა არ არის შედეგი, რაც აკმაყოფილებდა ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივარს, მაგრამ ალბათ ეს თამაშიც საკმაოდ იქნება სასწავლებელი ჩვენი გუნდისათვის, საკმაოდ მიიღო გამოცდილება ყველა ფეხბურთელმა და იმედი მაქვს, რომ განმეორებით შეხვედრაში ეს გამოცდილება წაადგება სასიკეთოდ. ტორპედოს მოგების შანსები ქონდა, იმათაც ქონდა შანსები, მაგრამ ჯობდა ტორპედოს მე გაცხევა ის იყო, რომ ამათმა პირველი თამაში ითამაშა და იქ კიდე სეზონია, შუა სეზონია და ბოლო 6 თამაში კიდე არ წაუგია ამ გუნდს რა. ეგ იყო სხვაობა. ამათმა პირველი თამაში ითამაშა და ნახოთ 10 თამაშებზე რა გამოჩნდება ნახოთ. საშინელი იმედგაცრუებულები. მე ახლა ქუთაისის ტორპედოს ძველი გულშემატკივარი ვარ და მე უბრალოდ მსხვენია, რომ ამ გუნდს ქუთაისის ტორპედო ქვია. რამოდენიმე კაი თამაში გამართიან ამ ხანაგურები და უკეთესად შეეძლო გუნდი ჩემი აზრით თამაში და გუნდების თანაფარდობის მიხედვით არ არის ისეთი ძლიერი გუნდი აქტობე, რომ სიტყვაზე ქუთაისში თამაში ვერ მოუგოწო. კარგი იქნებოდა რომ მოიგო, მაგრამ ჯერ არაფერი არაა დამთავრებული. შეგვიძლია კიდევ გვაქვს შანსები 50-50-ზე და ნახოთ რა იქნება. ყოველ თამაშს გავაკეთებთ იმისათვის რომ